ახლა უნდა გადავინაცვლოთ ხელვაჩაურში, დღეს ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იხსნება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისი ერთ სივრცეში მიიღონ. ახალი ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და დასაქმებნი შესაძლებლობასაც ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გვერდება ახლა ხელვაჩაურიდან. მოგესალმებით დილა მშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს ხელვაჩაურში, როგორც უკვე დავაანონსე, იხსნება იუსტიციის ახალი ფილიალი. რას ნიშნავს ეს პროექტი რეგიონისთვის და მოსახლეობისთვის? დიახ, როგორც შესავალში აღნიშნეთ, დღეს ხელვაჩაურისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ იუსტიციის სახლის 127 ფილიალი იხსნება. და ასევე სრულად ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც თქვენ დააფიქსირეთ, იმიტომ რომ ეს აქაური მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი მათ შესაძლებლობას მისცემს 500-ზე მეტი სერვისი მათთან ახლოს მიიღონ კომფორტულ გარემოში, სწრაფად და ხარისხიანად, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეხმიანება იმ პოლიტიკას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის გაჟღერებული, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ სერვისები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული მოქალაქეზე და მათ ინტერესებზე. ბატონო ვახტანგ, თუ შეგიძლიათ გითხრათ, დღეს რომელი სერვისები ახსენეთ, რომ 500-ზე მეტ სერვისი შესთავაზებს მოსახლეობას და თვითონ მოსახლეობის მხრიდან რომელი სერვისებია ყველაზე მოთხოვნადი? კი ბატონო, პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ აჭარის რეგიონში ეს არის მე-9 იუსტიციის სახლი, გარდა ამისა აჭარის რეგიონში ასევე ჩვენ წარმოდგენილები ვართ 2 მობილური იუსტიციის სახლით, ასევე სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ, რომ 700,000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ და ამ ქვეყნის სტუმარმა მიიღო იუსტიციის სახლებში სერვისი, რაც რა თქმა უნდა მეტყოლებს იმაზე, რომ აჭარა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მსხვილი ტერიტორიაა საქართველოსი, სადაც იუსტიციის სახლებში არსებული სერვისები ნამდვილად მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება სერვისებს, ბუნებრივია იუსტიციის სახლი აერთიანებს 600-ზე მეტ სერვისს და ამ სერვისებში ყველაზე პოპულარულია სერვისების განვითარების სააგენტო სერვისები, ისეთი სერვისები, როგორიც არის პასპორტი, პირადობა, დაბადების მოწმობა, ასევე საჯარო რეესტრის სერვისები და აქ იგულისხმება და ეს მიმართულება მოიაზრებს მიწების რეგისტრაციას, იურიდიული პირების რეგისტრაციას და სხვა ძირითად მნიშვნელოვან მიმართულებებს. გარდა იუსტიციის სამინისტროს სერვისებისა, იუსტიციის სახლი აერთიანებს ასევე სხვა მეგობარი უწყებების, საჯარო უწყებების სერვისებს და ასევე იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომია კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სერვისები, ისეთი როგორიც არის დაზღვევა და სხვა ძირითადი მიმართულებები. ბატონო ვახტანგ, თქვენ აღნიშნეთ, რომ რეგიონში უკვე მუშაობს 9 იუსტიციის სახლი. ამ გადმოსახედიდან თქვენი შეფასება როგორია? ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კიდე შეკითხვები, თუ კიდევ არის საჭირო, რომ მომავალში ახალი იუსტიციის სახლები გაჩნდეს? დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ახალი იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მთელ აჭარის რეგიონს ვფარავთ და ამ დაფარვაში იგულისხმება ის, რომ მოქალაქეებს სახლთან ახლოს კომფორტულ გარემოში აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ჩვენთან არსებული სერვისები, ასევე ამას ემატება, როგორც უკვე ხაზი გაუსვით, მობილური იუსტიციის სახლები, რომელიც წლის განმავლობაში 25-ზე მეტ სოფელს ფარავს და აქაც შეგვიძლია მოვიშველიოთ სტატისტიკა და ვთქვათ, რომ 10,000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა მობილური იუსტიციის სახლი. საბოლოო ჯამში დასკვნის სახით თუ ვიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ ჩვენ სრულად გვაქვს აჭარის რეგიონი ათვისებული. ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება აი მობილური იუსტიციის სახლის პროექტზე რომ ჩაგეკითხოთ, რა შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, რომ ადამიანმა ისარგებლოს მობილური იუსტიციის სახლის სერვისით? მობილური იუსტიციის სახლი არის სრულფასოვანი იუსტიციის სახლი და ამაში იგულისხმება ის, რომ 500-ზე მეტი სერვისი ასევე მობილური იუსტიციის სახლებშიც არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლის კონცეფცია მოიაზრებს იმას, რომ იქ, სადაც ჩვენ რეალურად ფინანსურად არ გვიღირს ავაშენოთ შენობა და გავხსნათ იუსტიციის სახლები, ამ ტერიტორიებზე წარმოდგენილები ვართ მობილური იუსტიციის სახლებით.
ბუნებრივია ეს დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამოდენიმე ისეთი პროექტი გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველასთვის სახლთან ახლოს კონდეს შესაძლებლობა სერვისების გაცემისა. ბატონო ვახტანგ, ქვეყნის მასშტაბით კიდევ სად მიმდინარეობს იუსტიციის სახლების მშენებლობა, ან სად არის დაგეგმილი ახალი ფილიალების გახსნა, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. კი ბატონო, ბუნებრივია დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად ვიქნებით წარმოდგენილები, მაგრამ ეს არ არის დასასრული მშენებლობებისა. ჩვენ ასევე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მშენებლობები მცხეთაში და მოგეხსენებათ, რომ მცხეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ქალაქია. ასევე მცხეთის გარდა მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ზოჩი და ახმეტაში, ასევე ჭალაში. საბოლოო ჯამში ჩვენ ასევე კაფსულად ჩავაგდეთ შარშან და ვიწყებთ მშენებლობას წალენჯიხაში. დაგეგმილია ასევე რამოდენიმე იუსტიციის სახლის მშენებლობა საქართველოს მასშტაბით, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მთელ საქართველოში ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა მოხვდეთ, შეხვდებათ ან იუსტიციის სახლი, ან მობილური იუსტიციის სახლები, რაც რა თქმა უნდა ასევე ხაზგასმით მინდა ამასაც მივაქციო ყურადღება, რომ არის ძირითადი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვართ ყველგან თითოეულ მოქალაქესთან სახლთან ახლოს, რაც ავტომატურად ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ზრდის. ბატონო ვახტანგ, ბოლო კითხვასაც დაგისვამთ. რა გეგმები აქვს იუსტიციის სახლს მომავალ წლებში სერვისების განვითარებისა და ამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ესეც რომ გაგვიზიაროთ? კი ბატონო, ჩვენი ძირითადი მიმართულება გახლავთ ის, რომ პირველი შევინარჩუნოთ ხარისხი, დავფაროთ მთელი ქვეყანა. ასევე ჩვენთვის ძირითადი პრიორიტეტია ის, რომ გავზარდოთ სერვისების რაოდენობა, რომელიც იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი და თქვენ ალბათ გახსოვთ და თქვენ მაყურებელსაც ახსოვს, რომ რამოდენიმე თვის წინ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდება შემოსავლების სამსახურის სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სერვისების რაოდენობა 1000-ზე მეტი იქნება იუსტიციის სახლებში, ასევე მუშაობთ სხვა უწყებებთან და რეალურად იუსტიციის სახლი გახდება ერთგვარი ჰაბი სერვისებისა საქართველოში. ხელვაჩაურიდან გვერდთვებოდა ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის თავმჯდომარე.